ქართული ზღაპარი, წიქარა. იყო და არა იყო რა. იყო ერთი პატარა ბიჭი. დედა ადრე მოუკვდა და მამამ მეორე ცოლი მოიყვანა. დედინაცვალი ერთი ავი და აშარე ქალი გამოდგა. გერს მუდამ სცემდა და ცეცხლის კალოში აყენებდა. ბიჭს ერთი ხარი ჰყავდა. სახელად წიქარა ერქვა. ძალიან უყვარდა. ყოველდღე მინდორში დაჰყავდა. დაბინდებამდე აძოვებდა, აბანავებდა, ჩრდილში ასვენებდა, რომ სიცხეს არ შეეწუხებინა და მისი მოვლით თვითონაც ერთობოდა. დედინაცვალი კი არ ცხრებოდა, გერის თავიდან მოშორება უნდოდა. სხვაფრივ რომ ვერას გახდა, ადგა და ერთხელ თავი მოიავადმყოფა. დაიწყო ტყუილი კვნესა და გმინვა. ქმარმა კითხა, რა გიშველისო? წიქარას გულ ღვიძლის გარდა ვერაფერი მომარჩენსო, უთხრა ქალმა. იცოდა წიქარას დაკლა ბიჭს, დარდი დაასნეულებდა და ბოლოს მოუღებდა. მამა შეწუხდა ამ სიტყვების გაგონებაზე, მაგრამ რას იზამდა ქალი რომ ლოგინიდან აღარ ადგებოდა. გადაწყვიტა და ეკლა წიქარა. მეორე დილას ვაჟი ხედავს, მამა დანას ალესავს. რად გინდა მამა ეგ დანა რისთვის ალესაო? ჰკითხა ვაჟმა. წიქარა უნდა დავკლაო, უთხრა მამამ. დაღონდა ბიჭი, მაგრამ რა უნდა ექნა? წავალ წყალს მაინც დავალევინებო, უთხრა ბიჭმა. წაიყვანა წიქარა წყალზე, ასმევს წყალსა და ტირის. ტირის ისე რომ მისი ცრემლები წყალს ეწევიან. რა გატირებს ჩემო მეგობარო? რაზე ითხრი თვალებს შემოგევლოს შენი წიქარაო? ბიჭმა მოიხედა ეგონა მომესმაო. შეშინებული და განცვიფრებული დიდხანს გონს ვერ მოსულიყო. ბოლოს მიხვდა რომ თარისი წიქარა ელაპარაკებოდა. დაკლას გიპირებენ, დაკლასო, მიუგო ვაჟმა. ვიცი ჩემო მეგობარო, მაგრამ არც შენ მოგელის კარგი დღე. წადი, წამოიღე ერთი სალესავი, ერთი სავარცხელი და ერთი ბოთლი წყალი. შემაჯექი ზურგზე და გავიპაროთო. ვაჟმა მოიტანა ყველაფერი და მოვიდა. წიქარამ შეისვა ვაჟი ზურგზე და გაქუსლეს. მამა ელოდა და ბიჭი რომ აღარ მობრუნდა, წავიდა წყალზე. ბიჭი იქ არ დაუხდა, აქეთეცა, იქითეცა, მაგრამ შვილისა და წიქარას ასავალ-დასავალი ვერ შეიტყო. დედინაცვალმა გერის დაკარგვა არად ჩააგდო. მაგრამ როცა ქმარმა უთხრა, წიქარაც თან წაუყვანიაო, ერთი წყეული ღორი ყავდა და ის გამოუყენა. მირბის წიქარა მიარბენინებს პატარა მეგობარს. მისდევს ეშვებდალესილი ღორი. ეს არის უნდა დაეწიოს, რომ წიქარამ უთხრა ბიჭს. რაღაცელი მეგობარო, სიკვდილი თვალწინ გვიდგას, გადაღვარე ბოთლი წყალიო. გადაღვარა წყალი ბიჭმა. გაჩნდა საშინელი ზღვა. ხელავს ზღვა შავად, სიკვდილს უქადის ყველას, მაგრამ ღორი არ უდრკება ზვირთემის ცემას და მიცურავს. სანამ ღორი ზღვას გადასცურავდა, წიქარამ და იმისმა მეგობარმა კარგა გზა გაიარეს. ბოლოს გამოვიდა ღორიც. წიქარამ უთხრა ვაჟს, თავი მიიბრუნე, აბა მოდის თუ არაო. მიიბრუნა ბიჭმა თავი. შორს ბუზის ოდენად რაღაც მორბისან მოფრინავსო, უთხრა, ეგ ღორიაო, მიუგო წიქარამ. მირბის წიქარა, მიაქროლებს ბიჭს, მორბის ღორი, ცოტა კიდევ და დაეწევა წიქარას. გადააგდე სავარცხელიო, შეზახა ბიჭს წიქარამ, გადააგდო ბიჭმა სავარცხელი, უცებ ისეთი წვრილი და ხშირი ტყე აიყარა შიგ, თაგვი კუც ვერ მოიბრუნებდა. სჭრა ესვებით ღორმა ტყე, სჭრა და გავიდა. მირბის წიქარა, მიაქროლებს ბიჭს, კარგა გზა გაიარეს. მოიხედა ბიჭმა, შორს ბუზივით ისევ რაღაცა მოჩანდა. ბუზის ტოლა რაღაცა ჩანსო, უთხრა წიქარას. ღორი მოგდევსო, მიუგო წიქარამ. ცოტა კიდევ და ღორი წიქარას დაეწევა. მაგრამ გადააგდებს ვაჟი სალესავს და აიმართება თვალუწტენელი კლდე, წიქარასა და ღორს შუა. სჭრის ღორი სჭრის, რაც ზალი და ღონი აქვს კლდეში საფეხურებს და ადის ზემროთ. შუა ადგენზე რომ მივიდა ღორი, დაუსხლტა ფეხი და უფსკრულში ჩაინთქა. წაიღო ჩემიცა და თქვენი ჭირიც.
ბიჭსა და წიქარას ხსნის იმედი მოეცათ. იარეს და გავიდნენ სამშვიდობოს. წიქარამ გაიყვანა ბიჭი ერთ ტრიალ მინდორზე. იქ ერთი ალვის ხე იდგა მისი კენწერო ცასაც წვდებოდა. შესვლაზედ მისცა 2 სალამური, 1 საჭირვარამო, 1 სალხინო დაუთხრა. მე წავალ, მარტოკა ვივლი მინდვრად, ბალახს მოვძოვ და ვირჩენ თავს. შენ აქ იჯექი, თუ რამე გაგიჭირდეს, საჭირვარამო სალამური დაუკარი და მაშინვე აქ დავიბადები. თუ გილხინდეს, სალხინო სალამური დაუკარი. საჭმელსაც ის მოგიტანს და სასმელსაც აუ. გამოეთხოვა და წავიდა წიქარა. ბიჭი იჯდა ალვის ხეზე და უკრავდა სალხინო სალამურს. გაიგონა ერთმა მეცხვარემ სალამურის ხმა. ძალიან მოეწონა და მიხვა ხმას. მივიდა ალვის ხესთან და ხედავს. ბიჭი სალამურს უკრავს, პეპლები კი გარს შემოხვევიან. სალამურის ხმაზე თამაშობენ და ირევიან ერთმანეთში. მეცხვარეს შულით აევსო თვალები და გადაწყვიტა, ხელთ ეგდო სალამური. ჩამოდი ერთი ძირს, მაჩვენე ეგ სალამური რისგან არის გაკეტებულიო? დაუძახა ვაჟს. მაგრამ ვაჟი არ ჩამოვიდა. ციქარას ჰქონდა ნათქვამი, ალვის ხიდან არ ჩამოხვიდეო. ადგა შურიანი მეცხვარე, წავიდა ხელმწიფესთან და მოახსენა. ამა და ამ ადგილას ერთი ბიჭისის ალვის ხესა და ისე უკრავს სალამურსო, იმისი დაკვრით მთელი ქვეყანა ხარობსო. ხელმწიფემ მაშინვე დაიბარა თავისი ნაზირვეზირები და უთხრა, ან თქვენ უნდა მომგვაროთ ის ბიჭი, ან კაცი იშოვოთ იმისი მომყვანიო. ნაზირვეზირებმა ერთი მოხუცი ქალი მიიყვანეს. მე მოგგვრით იმ ბიჭსაო, უთხრა ხელმწიფეს დედაბერმა. ადგა დედაბერი, წაიყვანა ერთი თხა, წაიღო სადგისი და მივიდა ალვის ხესთან. ბიჭი ზის თავისთვის ალვის ხეზე და უკრავს სალამურს. დედაბერი ალვის ხის ძირში დადგა, ამოიღო სადგისი და ჩხვლეტა დაუწყო თხას. ჩხავის საწყალი თხა. ვაჟმა რომ დაინახა, მოხუცი თხას აჩხავლებდა, დაუწახა. რა საშვები დედილო, რა დაჩხავლებ მაგ თხასაო? დაკვა მინდა შვილო და ვერ დამიკლავს. იმდენი სიკეთე მიყავი, ჩამოდი და დამიკალიო. ბიჭი რას მოიფიქრებდა, რომ მოხუც ღალატი ედო გულში. ჩავიდა ძირს. დედაბერმა რაღაც ჯადოთი გააბრუა და დააძინა. ასწიეს და წაიყვანეს მძინარე ბიჭი ხელმწიფის კაცებმა და ჩასვეს 9 კლიტულში. ბიჭს გამოეღვიძა, ხედავს, დატყვევებულია. დაღონდა, დაიწყო ტირილი, ინატრა თავისი სალამურები, მაგრამ მისი სალამურები ალვის ხეზე ეყარნენ ოხრად დარჩენილები. ბიჭი ფანჯარასთან დაჯდა და ცას მიაცქერდა. ამ დროს 9 კლიტულს ყვალმა ჩამოუფრინა. დაინახა ვაჟმა და შესძახა. ყვაო, სად მიფრინავ, სად მიგეჩქარება? წადი შენი შვილების მზესა, მინდორში რო ალვის ხე დგას, ზედ ჩემი სალამურებია და აქ მომიტანეო. მე რომ ლეშს ავჭამდი და შენ ქვებს მესროდი, აღარ გახსოვსო? უპასუხა ყვავმა და გაუდგა გზას. გააყოლა თვალი ბიჭმა და ჩამოყარა ცრემლები. გადმოიფრინა ბეღურამ. ჩიტო, შენი ბარტყების გაზრდასა, მინდორში ალვის ხეზე სალამურები დამრჩა და მომიტანეო. შენ რომ მახეს გვიგებდი და ბუდეს გვიშლიდი? ვერა, მე ვერ მოგიტან, სხვასაც თხოვეო. უთხრა ბეღურამ და გასცილდა. გააყოლა იმასაც თვალი ბიჭმა და ჩამოსცვიდა ცრემლები. ბოლოს მერცხალი დაინახა ბიჭმა და შესტირა. საით მიფრინავ, მერცხალო, საითკენ მიეშურები? მინდორთ რომ ალვის ხე ხარობს, ცივნი წყარონიც დიანო. პეპლებიც იქას ხდებიან, ტურფად ჭრელ მხრებს აშლიანო. შეიყრებიან ჩიტები, ყვავილნი შეკრბებიანო. წიქარაც იმათთან მოდის, იქ დაინახავ ღვთიანო. სალამურებიც იქ არის, უჩემოდ დალპებიანო. გაფრინდი, აქ მომიტანე, ჩემო ლამაზო მხრიანო. გაფრინდა მერცხალი და მოუტანა სალამურები. დაუკრა საჭირვარამო სალამური ვაჟმა, დაუკრა და აატირა. ციგარამ გაიგონა თუ არა სალამურის ხმა, მაშინვე გაეშურა ვაჟისკენ. გააფთრებული ეცა რქებით 9 კლიტულს და დაუწყო მტრევა. 8 კარი გატეხა, მაგრამ მე-9 კარი რომ უნდა გაეტეხა, ცალი რქა მოსწყდა.
თაღონდა წიქარა, თავის რქას ისე არჩიოდა, როგორც მეგობრის ტყვეობას. ღმერთს რქა შესთხოვა, უცებ ერთი თაგვი გამოძრა და წიქარას უთხრა: რას მომცემ? რქა რომ მოგაბა, შენს ლერს ხომ მაჭმეო, გაჭმევო. უთხრა წიქარამ. თაგმა გაუმფრთელა რქა. ეცა წიქარა და შელეწა მეცხრე კარიც. შევიდა ბიჭთან, შეისვა ზურგზე მეგობარი და გაეშურა ალვის ხისაკენ. შესვა წიქარამ ბიჭი ალვის ხეზე და თავად ისევ მინდორში წავიდა. იჯდა ბიჭი ალვის ხეზე, უკრავდა სალხინო სალამურს და ერთობოდა. უცებ წიქარა მოოგონა და ნახვა მოუნდა. დაუკრა საჭირვარამო სალამური, მაგრამ წიქარა არ გამოჩნდა. რაღაც იზამდა. წამოვიდა საძებნელად. ბევრი ეძება, ბოლოს ერთ კორძზე მკვდარი იპოვა. დაემხო ბიჭი წიქარას და ატირდა. ისე გულსაკლავად ტიროდა, რომ მისი ცოდვით ბალახნიც ტიროდნენ, აღარ ირხეოდნენ, პეპლები აღარ ფრინავდნენ და ცრემლს აღვრიდნენ. ვაიმე ჩემო წიქარა, მოსთქვამდა ბიჭი. უშენოდ ახლა რაღა მეშველებაო. ამ დროს საიდანღაც ის თაგვი გამოძრა, წიქარას რომ რქა გაუმთელა. წიქარას ლეში საჭმელად მოსულიყო თურმე, რომ დაინახა ბიჭი ასე საცოდავად ტიროდა, უთხრა: რას მომცემ წიქარა რომ გაგიცოცხლო, შენს ლეშს ხომ მაჭმეო? ოღონდ კი ჩემი წიქარა გააცოცხლე და გაჭმეო, უთხრა ბიჭმა. გაიქცა თაგვი, იქვე მიკრიფ-მოკრიფა რაღაც ბალახი, მოარბენინა, წიქარას წაუს წამოუსვა და გააცოცხლა. მოეხვია ბიჭი ხარს, ეალერსება, თვალებს უკოცნის, წიქარაც პირს უთათუნებს ბიჭსა და ლოკავს. აბა, გეყოფათ, უთხრა თაგმა ბიჭს. მე უკვე კარგად მომშივდა, შენი სიკვდილის დროაო. გაიქცა თაგვი, მოკრიფა სასიკვდილო ბალახი, მოიტანა და ბიჭს გაუწოდა. ბიჭს არ ეთმობოდა წიქარა, მაგრამ პირობა ხომ უნდა შეესრულებინა და თავისი მეგობრისათვის მომკვდარიყო. ის იყო ბიჭი უნდა შეხებოდა ბალახს, რომ თაგვმა უთხრა: მიპატიებია სიკვდილი. თქვენნაირი მეგობრები ჩემს დღეში არ მინახავს. იცოცხლეთ მარადო. ბიჭი გონს ვერ მოსულიყო, რომ თაგვი გაქრა. გახარებულმა წიქარამ შეისვა თავისი მეგობარი ზურგზე, წამოიღო სალამურები, გააქროლა ბიჭი ახლა სხვა ადგილას, სხვა მხარეში, სადაც არც შურიანი მეცხვარე იყო და არც კუდიანი დედაბერი. შესვა ერთ ალვის ხეზე და მისცა სალამურები, თვითონ კი მინდორში წავიდა. ბიჭი ახლაც იმ ალვის ხეზე ზის, უკრავს სალხინო სალამურს, თვითონაც ხარობს და მთელ ქვეყანასაც ახარებს. როცა წიქარას ნახვა მოუნდება, დაუკრავს საჭირვარამო სალამურს და წიქარაც მაშინვე იმასთან გაჩნდება ხოლმე. გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო, რათა ახალი ზღაპრები არ გამოტოვოთ.